16 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ამ განცხადების გამო ბაჩო ახალაიას პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით ბრალდება წარუდგინა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამ საქმეზე 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩანაწერი, რომელშიც სადავოდ გამხდარი ფრაზები ისმის, სოციალურ ქსელში 16 თებერვლის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა. ძალიან აიხლარდნენ უკვე, ძალიან დაბნეულები არიან. გამოძიება დაიწყეს ბოლო სასამართლოს სხდომის ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ბაჩო ახალაია დახურულ სასამართლოს სხდომაზე ამბობს, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს. თვენახევრის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც ესწრებოდა მოსამართლეს, თან სხვა მოსამართლე იყო კიდე მაშინ, წინა სასამართლოს სხდომის მოსამართლე, ადვოკატებით, საზოგადოება, ჟურნალისტებით, რომელიც საჯარო იყო, იმასთან დაკავშირებით თანარი პრეტენზია მაშინ არ გაჩენიათ. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სახელი იქნა ნახსენები და კიდევ ერთხელ თვითონ დაამტკიცეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაფერი, მისი აღმატებულება ბიძინა ივანიშვილი არის ყველაფერი ამ ქვეყანაში, აი მაშინ დაიწყეს გამოძიება. ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის საქმეზეცაა ბრალდებული, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც სასჯელის სახე და ზომა 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსი ამტკიცებს, რომ ახალაია 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. თავად დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებას არ ეთანხმება.